არსებობს გაეროს რეპორტი, თუ რამდენი ადამიანი იქნა მოკლული აი ამ ღაზის ჰუმანიტარული ფონდის გამცემ ამ 4 პუნქტში, აი ამ 2 თვის განმავლობაში და ამ რეპორტის მიხედვით 776 ადამიანი არის მოკლული აი ამ ჰუმანიტარული დახმარების რიგში. ღაზის სექტორში შიმშილის დონე უკვე აღწევს იმ კრიტიკულ ნიშნულს, როდესაც ყოველდღიურად მინიმუმ რამდენიმე ათეული ადამიანი კვდება შიმშილისგან, თუ ასეული არა, რამდენიმე დღე იყო, როდესაც მინიმუმ 100 ადამიანი დაიღუპა შიმშილისგან. პრაქტიკულად ჩვენ ვხედავთ იმ პროცესს, როდესაც შიმშილი გადაიქცა ინსტრუმენტად ისრაელისთვის აი ამ გენოციდური პროცესის გაგრძელებისთვის, თუ მანამდე მაგალითად ბომბავდა, ანადგურებდა და ასე ვთქვათ სამხედრო გზებით ახორციელებდა ამ გენოციდურ პროცესს, უკვე შიმშილი გახდა ეს იარაღი. აი ამ პროცესს უკვე თავად ისრაელში გამოეხმაურა რამდენიმე ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია, მათ შორის არის ყველაზე ცნობილი ბეცელემი და ასევე ექიმები ადამიანთა უფლებებისთვის, რომლებმაც გამოაქვეყნეს რეპორტი, სადაც პირველად ახსენეს, რომ ისრაელი ღაზის სექტორში ეწევა გენოციდს და აი ამ გენოციდის იარაღი არის შიმშილი.